ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების საყდრისი ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი მონაცემებით სახელმწიფომ 2006-2007 წლებში საყდრისი ყაჩაღიანის ობიექტთან მიმართებით კანონმდებლობის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება მისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საყდრისი ყაჩაღიანის ობიექტისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნა მინისტრს 2013 წლის კომისიის სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნაზე არ უნდა მოეხდინა. ახალგაზრდა ადვოკატები მიმართავს მთავრობას საყდრისი ყაჩაღიანის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმის შექმნა დაიწყოს. ორგანიზაციამ შეიმუშავა დასკვნა და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც მიმართულია სასამართლოში მოდავე მხარეების მიმართ, საქართველოს მთავრობის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ. ორგანიზაცია აღნიშნული საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნოს, თავად ცნოს ბათილად 2013 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საყდრის ყაჩაღიანს კულტურის ძეგლის სტატუსი მოიხსნა. ნიშნავს, რომ იყო დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თავიდან დაიწყოს საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ ამ ობიექტის შესწავლა, თუ რამდენად არის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების და რამდენად უნდა მოხდეს თქვათ მისთვის სტატუსის მინიჭება თუ არ მინიჭება.